რელიგიას არამც თუ არ გვართმევს, არამედ ევროკავშირი არის დღეს ადგილი, სადაც არის დაცული განსაკუთრებით რელიგია და არის დაცული არა მხოლოდ სამართლებრივ დონეზე, არამედ ყველა ფაქტობრივ და ყველა იერარქიის დონეზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იერარქიის დონეზე, იმიტომ რომ თუნდაც საკაპელანო სისტემა, ხო? ბოლო წლებში ხდებოდა ამის ჩამოყალიბება, რომ მაგალითად სამხედრო ნაწილებში ყოფილიყვნენ სასულიერო პირები, რომელიც ტრადიციას მსოფლიოს აქვს, არაერთი წელია და ამის გამართული სისტემა. მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამჟამინდელი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი იყო პირველი, ვინც დაიწყო ამ საკითხზე პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ქართულ თავდაცვის სისტემაში შეტანა საკაპელანო სისტემის და პირველი გადამზადებები, იგივე დიდ ბრიტანეთში აქტიური შეხვედრები, საუბრობ 90-იან წლებში.